სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ფორუმი გაიმართა. შეხვედრა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ესწრებოდა. ომბუდსმენმა 2010 წლის ანგარიშის ის ნაწილი წარადგინა, რომელიც საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. ეს ფორუმი შექმნილია სახალხო დამცველთან და მის ძირითადი დანიშნულება არის კოორდინაციის უზრუნველყოფა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ეს არის ფორუმი, რომელიც აერთიანებს თითქმის ყველა ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი არის სწორედ საუბარი იგივე მეოთხე პერიოდულ მოხსენებაზე, რომელიც საქართველოს უნდა წარუდგინოს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები გააკეთებენ ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ ანგარიშს, რომელშიც გაანალიზებენ იმ ინფორმაციას, იმ მტკიცებულებებს, რომელიც იქნება სამთავრობო ანგარიშში და ეცდებიან ალტერნატიული ხედვა დაანახონ, თუ რა თქმა უნდა ის არ ემთხვევა, თუ რეალურად ჩვენი აზრი არ ემთხვევა მთავრობის აზრს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.